სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა ეგნატე დრანჩანინოვის. საუბარი მე-13 კვირას. ღვთისაგან ადამიანების განდგომის მიზეზის შესახებ. რომელსაც რწმენეს ძე, აქ უნდეს ცხოვრება ისაუყუნო, ხოლო რომელი ურჩ იყოს ძისა, არა იხილოს ცხოვრებაი, არამედ რისხვა იღმრთისაი დადგრომილ არს მის ზედა. ასე განსაზღვრავს ღვთის მართალი სიტყვა. ღვთის სიტყვის ეს განსაზღვრება სრულდება ადამიანებზე, კერძოდაც და სრულდება მთელ ერებზეც. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოდ აღსრულდა ისრაელის ხალხს, რომელიც თავდაპირველად ღვთის ხალხად იყო არჩეული და შემდეგ უპირატესად უარყოფილ ხალხად იქცა. ისრაელის ხალხის წიაღში ღმერთკაცი განკაცდა და კაცობრიობის ხსნა აღასრულა. არც ერთი სხვა ხალხისთვის მას არ მიუმართავს თავისი ღვთაებრივი ქადაგება. მთელი თავისი სიკეთე მან მხოლოდ რჩეულ ხალხს მორჩილა. რჩეულმა ხალხმა ღმერთკაცი უარყო. 15 საუკუნით ადრე ღვთისაგან შთაგონებული ისრაელის რჯულმდებელი მას ამაოდ აუწყებდა საშინელ სასჯელებს, თუ კი იგი ღმერთს არ დაემორჩილებოდა. მთელი 1000 წლეულით ადრე ისრაელის მეფე წინასწარმეტყველმა ისრაელს ამაოდ მიმართა დარიგებით კაცობრიობისთვის ღვთის მიერ მიცემული მხსნელის მიღების შესახებ. მიიღეთ სწავლაი, მიიღეთ ძე, ნუ უკვე განრისხნეს უფალი და წარწმუნდეთ თქვენ გზისა მისგან მართლისა. რაჟამს აღატყდეს ტყის გულისწყრომა იმისი. ქუჩად იკითხებოდა მოსე ყოველ შაბათს. ქუჩად იგალობებოდა ყოველი ღვთისმსახურებისას დავითის ფსალმუნები. ამაოდ მეორდებოდა წმინდა რჯულმდებლის მუქარა და წმინდა მეფის შეგონება. იუდეველებმა უარყვეს მაცხოვარი და განხორციელებულ ღმერთზე ღვთისმკვლელი ხელი აღმართეს. მათ ყოვლად სრულყოფილი ღმერთი დამნაშავეებს მიათვალეს და სამარცხვინო სიკვდილს მისცეს, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე, როგორც დამნაშავეთა შორის დამნაშავე. საშინელი ბოროტმოქმედების შემდეგ, რომლის დარიც ყველა ადამიანურ ბოროტმოქმედებას შორის არ არის, ღვთის რისხვამ არ დააყოვნა და აინთო. აინთო იგი მალევე, როგორც სულიწმინდამ იწინასწარმეტყველა. ჩვეულებრივ, ადამიანების სასჯელს იწვევს მათ მიერ ღვთის რჯულის დარღვევა, მათი ცდომილება. ასე მოხდა იუდეველებთანაც. ისინი მთლიანად იყვნენ დაკავებულნი თავიანთი მიწიერი მნიშვნელობით, რომელიც დროებით მიეცა და არაჩვეულებრივ მიწიერ წარმატებაზე ოცნებობდნენ. ამ მნიშვნელობისა და წარმატებისთვის და მათზე მხოლოდ ამაო ოცნებისათვის მათ მესია უარყვეს. აშკარაა, რომ დროებით მნიშვნელობაზე მათი შეხედულება და უდიდესი სამოქალაქო განვითარების შესახებ ოცნება ყველაზე უხეში და უგუნური ცდომილება იყო, რაც იყო აღთქმული სულიერი გაგებით. იმას ებრაელები მოელოდნენ ნივთიერი, დროებითი მნიშვნელობით, რომელიც ღვთისათვის დამამცირებელი იყო, ადამიანისთვის უნაყოფო. იგი რჩეული ხალხის განკუთვნილი იყო როგორც ყურადღებისა და ჭვრეტის საგანი ყველა სხვა ხალხისათვის, რომლებიც მიდრეკილნი იყვნენ ბრიყული, სასაცილო და უბადრუკი კერპთაყვანისმცემლობისკენ. ღვთის კურთხევა გამოხატული ისრაელელთა სასწაულებრივ გამარჯვებებში, რომლებსაც ვერც ერთი სხვა ხალხი ვერ მოიპოვებდა, გამოხატული მათ მიწიერ კეთილდღეობაში, რომლითაც არც ერთი სხვა ხალხი არ სარგებლობდა. უდავო მოწმობა იყო მსოფლიოს ხალხების წინაშე, რომლებიც ხორციელებაში იყვნენ ჩაძირულები და მხოლოდ ნივთიერი მტკიცებულებების გავლენას ემორჩილებოდნენ, რომ ღმერთი, რომელსაც იუდეველები ეთაყვანებიან, არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი. ზუსტად აქ ნაჩვენებმა შთაბეჭდილებამ, როგორც გამოცდილება მაჩვენა, იმოქმედა იმ ხალხებზე, რომლებიც გონივრულად და გამჭრიახი თვალით უყურებდნენ ებრაელებს. ღვთის მიერ ისრაელიანების ღვთის ხალხად არჩევის დრო ემთხვევა ხალხების კერპთაყვანისმცემლობისაკენ საყოველთაოდ მიდრეკის ხანას. ღვთის განსაკუთრებული განგებულებისა და ყოვლისშემძლეობის ჭვრეტით, რომლებიც აშკარად და ხელშესახებად გამოჩნდა რჩეულ ხალხზე.
დედამიწის ყველა ხალხი ემზადებოდა გამომწყიდველის, ღმერთკაცის უდაო მიღებისათვის, რომელიც უნდა დაბადებულიყო ჩვეულ ხალხს შორის, ყოფილიყო მისი მეთაური და მეფე და ამასთანავე მთელი დაღუპული კაცობრიობის მეთაური, მეფე და მხსნელი. ეს სიტყვა წმინდა ეგნატესი საკმაოდ ვრცელია და დღეს ახლა ჩვენ ამის საშუალება არა გვაქვს რომ წავიკითხოთ აქ მსახურებაზე, მე გირჩევთ რომ ღვთისწყალობით წიგნები ძალიან იოლად ხელმისაწვდომია, შეიძლება რომ შეიძინოთ, წაიკითხოთ, ძალიან დიდ სარგებელს მოგიტანთ. ჩვენ კი აი აქ შევჩერდეთ და ორიოდე სიტყვით ესე ვთქვათ დავფიქრდეთ იმ ყველაფერზე, რაც ახლა აქ ჩვენ მოვისმინეთ. მართლაც საშინელი ისტორია, სამწუხარო ისტორია ებრაელი ხალხისა, რომელიც თუნდაც ჩვენ სახარებაში მოვისმინეთ დღეს და რომელსაც აღწერს და კარგად აღვიხსნის წმინდა მღვდელმთავარი თავის გადაგებაში. როგორ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს მიცემული ყველაფერი და იმის ნაცვლად რომ ადამიანმა მასზე მიცემული ესე ვთქვათ თავის სასიკეთოდ გამოიყენოს, როგორ შეიძლება ადამიანმა ეს პირიქით შემოაბრუნოს და საკუთარი თავის დასაყუპად გამოიყენოს. მე არაერთხელ მithქვამს და დღესაც გავმეორდები. არც ძველ აღთქმაში, არც ახალ აღთქმაში არაფერი არ არის სათქმელი იმისათვის, რომ ადამიანმა ეს საკუთარ თავს არ მოარგოს. ყველაფერი არის ნათქვამი იმისთვის, რომ ადამიანი დაფიქრდეს და საკუთარ თავს აარიდოს ის სასჯელი, რომელიც მან წაიკითხა, თუ მოისმინა ძველი თუ ახალი აღთქმიდან და მოიმუშაკოს ის ჯილდო, რომელიც თუ ძველ თუ ახალ აღთქმაში არის აღთქმული ადამიანისთვის. ეს ჩვენ დავინახეთ და წმინდა მღვდელმთავარმა აგვიხსნა, რომ თუ ადამიანი მთავარ აზრში აცდება სარწმუნოებას, ის დაიღუპება და ღმერთს განუდგება. ასე მოუვიდა ებრაელ ხალხს. მათ ნაცვლად სულიერი გაგებისა რჯულის ის მთლიანად ხორციელად გაიგეს და ღვთისმკვლელები გახდნენ. მთელი მათი ისტორია, მთელი მათი რჯული, ნახეთ როგორ ამბობს წმინდა მღვდელმთავარი, რომ ამოიღო მათთვის ყოველ შაბათს მოსეს სიტყვების კითხვა, დავით წინასწარმეტყველის სიტყვების კითხვა. ეს რას ნიშნავს, რომ მთელი ეს ისტორია მათი არსებობის ისტორია. ყოველ შაბათს ისინი იჯდნენ და საუბრობდნენ მესიის მოსვლაზე, მხსნელის მოსვლაზე, ანუ იესო ქრისტეზე. მთელი მათი არსებობის ისტორია. სულ პატარა ბავშვიდან რომ დაიწყებოდა, მხოლოდ ამას ასწავლიდნენ ისინი. მხოლოდ ამაზე ფიქრობდნენ. და წარმოიდგინეთ, აი ამდენი ხნის შემდგომ ისინი კლავენ იმას, ვისაც ელია. ვისი იმედიც აქვთ, რატომ? კიდე ერთხელ გავმეორდები, ეს ძალიან კარგად აგვიხსნა წმინდა მღვდელმთავარმა, იმიტომ რომ მათ ხორციელად გაიგეს ის ყველაფერი, რაც მათთვის იქადაგებოდა. მათ ღმერთი სჭირდებოდათ საკუთარ მსახურად. მაცხოვარი ჭირდებოდათ მსახურად, რომელიც შეესატყვისებოდა მათ გაგებას, მათი მეუფების შესახებ და მათ უნდათ ღმერთი ისეთი, რომელიც მათ მოემსახურებოდა აი ამ თავისი წარმოსახული დიდებისკენ მიმავალ გზაზე. და როგორც კი მოვიდა ქრისტე, რომელმაც სულ სხვა რამე იქადაგა, რა თქმა უნდა, მათთვის ის მიუღებელი გახდა. საოცარი რა არის, ისინი ხედავენ მის მიერ აღსრულებულ სასწაულებს. ხედავენ ლაზარეს 4 დღის მკვდარს აღდგენილს. ხედავენ ეს, იციან. ანუ ამას ვერ გაექცევიან. ბრმები, რომლებიც თვალს აიხილავენ, მკელობლები, რომლებიც გამოჯამრთელდებიან და ათასობით, ხო ჩვენ ვიცით სახარებიდან, ამას ვერ გაურბიან. ამ ყველაფერს ხედავენ, მაგრამ რადგან მათ ეს არ აწყობთ, მათ მიზნებს ეს არ ემსახურება,
აქედან გამომდინარე ერთადერთ გამოსავალს პოულობენ, უნდა მოკლან. ეს რას გვასწავლის დღე ჩვენ თანამედროვე ქრისტიანებს? ჩვენც, როდესაც ეკლესიაში მოვდივართ, თუ ჩვენი მიზნები არის ხორციელი, ადრე თუ გვიან თავს ნუ მოვიტყუებთ, ჩვენც მოვკლავთ ქრისტეს ჩვენს თავში. ადრე თუ გვიან მას უარყოფთ და გავაგდებთ ჩვენგან. ისე როგორც და ქალაქ გარეთ რო გაიყვანეს, ხო, მაცხოვარი და იქ ჯვარს აცვეს. აი ჩვენც ესე ჩვენგან გავაგდებთ და იქ ჯვარს ვაცვავთ ქრისტეს. თუ ჩვენი მიზნები არ იყო მიწიერი. აი ჩვენ წმინდა წერილში გვესვის რომ უფალო მოსწრე მტერნი ჩემი. უმრავლეს ჩვენთაგან სამწუხაროდ ეს ესმის რომ უფალო აი მტრები რო არიან ჩემი ხორციელი მტრები ისინი ახლა მოსწრე და გაანადგურეს უყველა. თუ ასე გესმის წმინდა წერილის სიტყვები შენ, როდესაც დაინახავ რომ შენი მტრები არ ისვრებიან, როდესაც დაინახავ რომ ღმერთი არ არის შენი ესე ვთქვათ მრისხანე მსახური რომელიც შენ მტრებს ანადგურებს, მაგრამ მოისმენ რომ იცი რა აქ იგულისხმება შენი ცოდვები, ისინი არიან შენი მტრები. აი მათი მოსვრა უნდა სთხოვო ღმერთს. როდესაც მოძღვარი ამას გეტყვის და რო გეტყვის რომ არა ეგ მტრები უნდა გიყვარდეს და ილოცო მათთვის. ამას ვერ მიიღებ ადამიანი. და იტყვი რომ არა მე ესეთი ღმერთი არ მინდა კაცო. მე მინდა რომ ვიყო ყველაზე ძლიერი. აბა ებრაელებს სხვა რა უნდათ? ყველაფერი არ უნდათ. მათაც უნდათ რომ მათი ერი ყოფილიყო ყველაზე ძლიერი. ჩვენც ესე ვარ, ჩვენ გვინდა რომ ჩვენ ყველაზე მაგრები ვიყოთ. თუ ადამიანის მიზანია რომ დიდებული იყოს ამ ქვეყანაზე და ყველა მას პატივს სცემდეს, ყველა მას ეთაყვანებოდეს, ყველა მადლობას უხდიდეს, როდესაც დაინახავს რომ ის ქრისტიანი გახდა და ეს არ ხდება, პირიქით ყველა მას ამდაბლებს, არავინ პატივს არ სცემს, არ მოეწონება ეს. მაგრამ მოძღვარი ეტყვის რომ არა იცი რა, ნახე როგორ წერია წმინდა წერილში რომ ნეტარ იყოს ის დღე როცა შენ მე დამამდაბლე უფალო. მოძღვარი ეუბნება რომ დაიმდაბლე თავით, არა უშავს, მოითმინე შეურაცხყოფა. არა ეს ადამიანი იტყვის მე არ მინდა ეგეთი ღმერთი. მე მინდა ღმერთი რომელიც ამეხმარება მე რომ არავინ ჩაგრავდეს. ან როდესაც ადამიანი გაღარიბდება ვერ იგებს ის, რატო მე ხო ყველაფერს კარგად ვაკეთებ იძახის. არავის არ ვპარავ, არავის არ ვკლავ, უსამართლოდ არ ვცხოვრობ. აბა რატო დამემართა ეს? მოძღვარი უხსნის რომ იცი რა, აი იობი მართალი კაცი იყო, მაგრამ მან ერთ დღეში მთელი თავისი ქონება დაკარგა და 7 შვილი ერთ დღეში დაეხოცა. ევსტათი პლაკიდას მაგალითს მოუყვანს, მოძღვარი ეუბნება რომ აი ნახე როგორ იყო. მაგრამ მისთვის ეს ამაოა, რატომ? იმიტომ რომ თავშივე შემცდარი იყო, მას ღმერთი ეგონა თავისი კეთილდღეობის მსახური. და იმიტომ იყო მოსული ეკლესიაში, რომ აი ამ კეთილდღეობას არაფერი დამუქრებოდა. ესეთი ადამიანიც ადრე თუ გვიან ჯვარს აცვავს უფალს. აი ამისგან გვაფრთხილებს დღეს წაკითხული სახარება. იმისკენ კი არ მოგვიწოდებს რომ ებრაელი ხალხი გავკიცხოთ. და ვთქვათ რომ ოხ, რა ცუდები ყოფილან და ჩვენ რა კარგები ვართ. არა. გვახსენებს ისტორიას რა მოუვიდა ებრაელ ხალხს და გვაფრთხილებს ჩვენ რომ გაცილებით უარესი არ მოგვივიდეს. რატომ? იმიტომ რომ ებრაელმა ხალხმა გააცუდეს მოსეს, დავით წინასწარმეტყველის და ასე შემდეგ სხვა წინასწარმეტყველების სიტყვა. ისინი არ უსმენდნენ წინასწარმეტყველების სიტყვას. ამაო იყო მათთვის წინასწარმეტყველების გადაგება და ამისთვის ისინი დაისაჯნენ და დაისაჯნენ საშინლად. მაგრამ ჩვენ ქრისტიანები ვაფუჭებთ და ვაცუდებთ იესო ქრისტეს სისხლს. ჩვენ თუ ყურადღებით არ გავატარებთ ჩვენ ცხოვრებას,
ამაოდ ვაქცევთ იმ სხვერპლს, რომელიც მაცხოვარმა ჩვენთვის გაიგო. ამაოდ ვაქცევთ იმ სხვერპლს და სისხლს, რომელიც მოწამეებმა ჩვენთვის გაიღეს. თუნდაც ჩვენი ტაძრის მფარველმა წმინდა გიორგი და ასე შემდეგ უამრავმა წმინდამ. ამაუარი მაშინ ჩვენთვის მსხვერპლი, რომელიც ჩვენმა თუნდაც ხორციელმა წინაპრებმა გაიღეს იმისათვის, რომ ჩვენის რწმენა გქონოდა და ეს ქადაგება მოგვესმინა, რომელსაც დღეს ვისმენთ. ანუ ჩვენთვის მოცემული გაცილებით მეტია, ვიდრე ებრაელებზე მიცემულია. ჩვენ გაცილებით მეტად რჩეულნი ვართ, ვიდრე ისინი იყვნენ. ჩვენში გაცილებით მეტია გადახდილი, ვიდრე მათში იყო გადახდილი. აქედან გამომდინარე, ჩვენი სასჯელიც გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე მათ მიმართ გამოვლენილი სასჯელი. ყოველივე წარსული ჩვენთვის არის მაგალითი და გაფრთხილება. აუცილებლად გაფრთხილება. ღმერთი გვაფრთხილებს, გვეხვეწება, შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ არ დაადგეთ იმავე გზას, რა გზასაც რჩეული ერი დაადგა. ნახეთ, რას ამბობს წმინდა მღვდელმთავარი, რომ არც სხვა ხალხზე არ უზრუნვია ისე ღმერთს, როგორც ებრაელებზე იზრუნვა. არც სხვაზე არ უზრუნვია ისე ღმერთს, როგორც მართლმორწმუნე ქრისტიანებზე ზრუნავს. ყოველ კვირაში რამოდენიმეჯერ იმსახურება, სახარება იკითხება, განმარტებები იკითხება ამ სახარების, წმინდათა ცხოვრებები იკითხება. ძალიან ხშირად ეკლესიაში და ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ეს ყველაფერი უქმად არ იყოს. ამ ყველაფერს აზრი უნდა შევძინოთ ჩვენ უკვე ჩვენი ყურადღებით. ჩვენი საქციელი. იმიტომ რომ გახსოვთ ხო პავლე მოციქული როგორ სიტყვებს, როგორ გვაფრთხილებს ქრისტიანებს, რომ გაფრთხილდითო, თუო ბუნებით რტოს არ რიდა ღმერთმაო, ებრაელებზე ამბობს. თუ მათ დასჯას არ მოერიდავ. ხილად იყავით, თქვენც არ დაგსაჯოთ. ნახეთ როგორ გაფრთხილებას გვაძლევს. დღევანდელი სახარება ალბათ ყველაზე მეტად აი ამას შეგვაგონებს, რომ ფრთხილად ვიყოთ, იმიტომ რომ მოვა დრო, როდესაც ღმერთი მოგკითხავს ნაყოფს. და მაშინ ისე არ აღმოჩნდეს, რომ აი მსგავსად იგავში მოყვანილი მაგალითისა, ზოგიერთი ნაყოფის ასაღებად მოსული, ცემოთ, მოვკლათ, გამდევნოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ღმერთმა გვარიდოს თითოეულ ჩვენთაგანს ეს. ამისათვის აუცილებელია ყოველთვის გვახსოვდეს. შეიძლება ყველაფერი ყოველთვის ვერ გავიგოთ. ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ყველა სიტყვას, რომელიც ეკლესიაში ითქმის, ყველა სიტყვას, რომელსაც ლოცვანში, ფსალმუნში, სახარებაში თუ ძველ აღთქმაში კითხულობთ, ყოველივე მათგანი უნდა აუცილებლად მოარგოთ საკუთარ თავს და გაიაზროთ სულიერად. ყოველივე სიტყვა, რაც იქ არის მოყვანილი იმისათვის, რომ ადამიანმა ზეცას მიაღწიოს, სხვა არაფრისთვის. და ნებისმიერი მიზანი, რომელიც თქვენ გაქვთ ეკლესიაში მოსულებს, თუ ის ზეცას არ ემსახურება, თუ ის ღმერთთან დაახლოებას არ ემსახურება, რაც არ უნდა კეთილშობილურად ჩანდეს, სასწრაფოდ განაგდეთ. იმიტომ რომ სწორედ ის გახდეს შეიძლება დამაბრკოლებელი თქვენი სასუფევლისკენ მიმავალ და ღვთისკენ მიმავალ გზაზე. ამიტომ გახსოვდეთ, ყოველთვის მხოლოდ სულიერი. ეკლესიაში არასდროს არაფერი არ არის მიწიერი. არასდროს არაფერი არ ემსახურება მიწას და მიწიერ კეთილდღეობას. გამორიცხულია. როგორ შეიძლება, აბა დაფიქრდით. მიწა არის დევნილების ადგილი. ღმერთმა სასჯელი ერთხელ რომ გამოთქვა ადამიანზე, ის იმოქმედებს. ოფლით მოიპოვებ შენს საკვებს. შრომით, გარჯით მოიპოვებ შენს საკვებს. ტკივილით შობ შენ შვილებს. ამ სიტყვებზე გაქცევას ვინც მოინდომებს, ის უარყოფს ღმერთს. ამას ვერავინ ვერ გაექცევა. არც უნდა ეცადოს ადამიანი რომ გაექცეს ამ სიტყვებს. პირიქით, უნდა მიიღოს ეს სიტყვები და უნდა მიიღოს მადლობით. უნდა მიიღოს მადლობით, როგორც ღირსი სასჯელი.
და უნდა იცხოვროს ისე თავისი ცხოვრების გზა, როგორც დევნილების ქვეყანაში, როგორც სასჯელის ქვეყანაში. და მისი ცხოვრებისეული მიზანი უნდა იყოს აი ამიდან გამოხსნა და სასუფეველის დამკვიდრება. აი ამას ემსახურება წმინდა ეკლესია, სხვას არაფერს. ერთმა შეგვაძლებინოს, რომ ეს ყოველთვის გვახსოვდეს. ერთმა დაგლოცო და გაგვი.